ჩვენ გქონდა სახლში, საეპარქიო სახლში ფიზგარმონია და იმაზე შევადგინე და არავინ არ იცოდა ამის შესახებ და მერე სამშვიდობო კონფერენცია იყო პრაღაში, ჩეხოსლოვაკიაში და უწმინდესი თავისი ეპარქიაული წამწან დაიწყდა ნებახვდით ან ეს კონფერენცია შედგა ერთ-ერთ დიდ დარბაზში, პრაღის დიდ დარბაზში და სანამ დაიწყებოდა სხდომები მე დავინახე დიდი ორღანი და მივედი და იქ შევასრულე პირველად წმინდა უღმერთო და უწმინდესი და უმეტარესები მეორე უცბად მიხვდა რომ ეს უკვე ქართული გალობა და იყო წმინდა უღმერთო და დაიწყო გალობა. ესე დაიწყო მისი შესრულება.